აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და სამედიცინო დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის საფუძველზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნება სპეციალური სამედიცინო ცენტრი, რომელიც დევნილ მოსახლეობას მოემსახურება. ამასთანავე მათ შეეძლებათ უფასო გამოკვლევების სერვისით სარგებლობა. პირველი ერთობლივი ღონისძიება ჩატარდება ამ შაბათს თბილისის ზღვაზე განთავსებული დევნილების კონტაქტურ სასახლებაში და რეალურად დაიწყება ერთობლივი მოქმედების პროგრამა. ძალიან სერიოზული ღონისძიებები გვაქვს ჩაფიქრებული, ოპერაციები იქნება, კვლევები იქნება და ამას ექნება პერმანენტული ხასიათი. ჩვენ დავგეგმეთ ძალიან კარგი პროექტები, რომელიც მიცემს საშუალებას ჩვენი აფხაზიდან დევნილი მოსახლეობას, რომ უფრო მეტი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ, უფრო კომპაქტურად იყოს. ჩვენ გეგმავთ, რომ აქ განთავსდება მასტის სამედიცინო ცენტრი, რომელიც იქნება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული, მაგრამ ძალიან დიდი დამოუკიდებლობით სამინისტროს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარება იქნება.